ყველას ცხოვრებაში არის მომენტი, როდესაც არის უთანხმოების საკითხები. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს ნათესავი, და-ძმა, შეყვარებული. ყველა სიტუაცია ინდივიდუალური არის და შესაბამისად მოდით დღეს ვნახოთ, ასე თქვათ, უნივერსალური გაშლა სახელწოდებით. ჩავთქვენ მიერ ჩაფიქრებული სიტუაციაში არსებული ადამიანი ნანობს თუ არა თავის აქციელს ის რაც გითხრათ, ანუ ადამიანებისთანაც გარკვეული სახის უთანხმოება და კონფლიქტი გქონდათ, ესე დავარქვათ. ამ არსებულ სიტუაციაში ნანობს თუ არა თავის არსებულს ქმედებას, ესე დავარქვათ, ხო? ვარიანტების რაოდენობა როგორც ყოველთვის გვექნება სამი ვარიანტი. პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ, ასევე ჩემი არხის გამოწერა. მაშინ სადამე ვნახოთ. პირველი ვარიანტი. თითო ვარიანტზე შეგიძლიათ თითო ადამიანი ჩაუდგოთ. სამი ვარიანტი, სამი ადამიანი, სამი სიტუაცია. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, მათ ვინც ვერ მოასწარეთ არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ, დავიწყებ პირველი ვარიანტით. ჩაფიქრებული პიროვნება ნანობს თუ არა თავის ქმედებას. აქ ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოლომდე გაშვებული სიტუაცია ეს არ აქვს. რაღაცა მომენტებში აქ პროტესტები როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე თქვენთან მიმართებაში. ანუ ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მისი ხედვით თქვენ რაღაცა სიტუაციის პროვოცირება მოახდინეთ, რაღაცა საწყისი თემა ჩაუშვიშენ, რის საფუძველზეც მოხდა ეს პირობითად უთანხმოება, განხეთქილება, შეიძლება ჩხუბი, შეიძლება პაუზის თემა, ხო? აქედან გამომდინარე, გარკვეული კუთხით კი აქვს ანანებელი თემა, რომ ესე მოიქცა, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ შენ უბიცკი ამისკენ, რომ შენ ხარ დამნაშავე. ეს არის ადამიანის კატეგორია, რომელიც საკუთარ თავში ბოლომდე ვერ ხედავს პრობლემის აზრს. ყოველთვის ურჩევნია, რომ სანახევრო სიტუაციაში სხვამაც აიღოს ეს პასუხისგებლობა. კი, ნანობს არსებულ სიტუაციას, მაგრამ იმდენად ამაყი არის, რომ საკუთარ თავს ვერ გადააბიჯებს იმ კუთხით, რომ თუნდაც ბოდიში მოგიხადოს, ან თუნდაც თქვას, რომ დამნაშავის პოზიციაში ვარ, ხო? ეცდება გარკვეული კუთხით, რომ სიტუაციები მეტნაკლებად დაალაგოს, მაგრამ არ იქნება ეს ისეთი გამოხატულება, პირობითად, რომ გითხრას აი ბოდიში, ხო? ასე რომ სანანებელი პოზიცია ნამდვილად აქვს. დამიწერე არსებულ სიტუაციასთან რამდენად რეზონირდა. მეორე სიტუაცია. ჩაფიქრებული პიროვნება ნანობს თუ არა თავის ქმედებას, თავის გამოვლინებას. აქაც ანალოგიურად მიჩვენებს, რომ ძალიან დიდი სიამაყის მომენტი აქვს ადამიანს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მაქსიმალურად არის ორიენტირებული საკუთარი თავის კომფორტის თემაზე, ხო, მაქსიმალურად ცდილობს, რომ შეიქმნას ეს გარემოება, სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს. რაღაცა მომენტში შენ თუ რაღაცას გააპროტესტებ, ან არ იქნება მისთვის მიესაღებია არსებული სიტუაცია, შემდეგ უკვე აჩვენებს, რომ შენ მისთვის როგორც მტრის პოზიციაში გამოდიხარ, ხო? რო გითხრა, რომ აი ბოლომდე ნანობდეს თქვა არსებულ სიტუაციას ვერ ვიტყვი, მომენტებში აქვს სინანულის თემა, რომ ნანობს, მაგრამ აქ უფრო მეტად არის ძალიან დიდი ეგოს თემები და არის ძალიან დიდი, როგორ გითხრა, წარმოდგენები საკუთარ თავზე აქვს ადამიანს. ხვდები? როდესაც ფიქრობს, რომ დედამიწა მის გარშემო ტრიალებს. ასე რომ მე პირადად ესეთ ადამიანთან არ მენდომებოდა არანაირი სახის კავშირი, იმიტომ რომ ძალიან თავში ავადნელი სიტუაციები მოდის. მომენტებში აქვს სინანულის თემა, მაგრამ ძირითად ასპექტში მაინც მას უნდა ასე თქვათ, მის გარშემო უნდა ტრიალებდეს ყველაფერი. ვერავისგან ვერ იტანს შენიშვნის პოზიციას, ესეთ თემას აჩვენებს. დამიწერე კომენტარებში რამდენად რეზონირდა და გადავდივარ მესამე ვარიანტზე. ჩაფიქრებული პიროვნება ნანობს თუ არა თავის აქციელს, აქ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არა. ეს არის პოზიცია, როდესაც გარკვეული კუთხით თქვენი ეს სიტუაცია უნდა ჩახურულიყო, უნდა რაღაცა თემა მომხდარიყო, ესეთი რომ მეტად თვალები არ გხელოდათ არსებულ სიტუაციაში. სინანულის თემა ნამდვილად არ არის. პირიქით, თითქოს ეს არის თქვენი რაღაცა ახალი ეტაპი ცხოვრებისეულად. რა თქმა უნდა, ეხლა შენზეა დამოკიდებული, ისევ გააგრძელებ ამ ადამიანთან ურთიერთობას, არ გააგრძელებ, მაგრამ თემა არის ის, რომ ეს სიტუაცია შენთვის უნდა ყოფილიყო ჭკუის სასწავლებელი, გაზრდის პროცესი, რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლის მდგომარეობა. შენ იგივე წრეს დაუბრუნდები და უწყვეტი პოზიციაში იქნები, ჩაკეტილი პოზიციაში, თუ შენ ცხოვრებას ახალი ფუძლიდან დაიწყებ, რა თქმა უნდა, ეს შენი არჩევანი არის, მაგრამ აქ ადამიანის მხრიდან სინანულის თემას დიდად ვერ ვხედავ. ასეთი იყო სამი ვარიანტის არსებული სიტუაციები. გისურვებ წარმატებას და ბედნიერებას ნახვამდის.